კინგსელებო, მოგესალმებით და გილოცავთ კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველი ტურის წარმატებით გადალახვას. Გთავაზობთ მეორე ტურის ტესტების მიმოხილვას. განვიხილოთ მე-6 კლასი. ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 6 სავარჯიშოსა და 1 ბონუს საკითხისგან. პირველ დავალებაში მოცემულია წინადადებები გამოტოვებული ადგილებით. Choose the best word to fill in spaces. The first Elizabeth to be Queen, England, lived in the time of William Shakespeare. A. At B. For C. Off. ეს სავარჯიშო 10 საკითხისგან შედგება და 20 ქულიანია. მეორე დავალებაში მოსწავლემ უნდა დაალაგოს სიტყვები სწორი წინადადებების შესადგენად. Match the words to make a correct sentence. Did he finish his work at 9? ეს სავარჯიშო 15 ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება. მესამე დავალებაში მონაწილემ უნდა შეავსოს დიალოგი. Complete the conversation. When will you do your homework? A. Yesterday. B. Soon. C. Often. ეს დავალება 5 საკითხისგან შედგება და 10 ქულიანია. მეოთხე სავარჯიშოში მოცემულია წინადადება. მოსწავლემ ჩამოთვლთაგან უნდა აირჩიოს იმავე მნიშვნელობის მქონე ფრაზა, which says the same. This tells you how to get help. A. Push button for assistance. B. Thank you for your help. C. I can help you anytime. ეს დავალება 15 ქულიანია და 5 საკითხს მოიცავს. მეხუთე სავარჯიშოში კინგსელმა უნდა იპოვოს მოცემული სიტყვის სინონიმი. Choose this synonym. Carpet. A. Table. B. Television. C. Rug. ეს სავარჯიშო 5 საკითხისგან შედგება და 10 ქულიანია. მეექვსე დავალება წინადადებების შევსებას ეხება. Choose the correct answer. There's a woman. Handbag was stolen. A. Whose. B. Whose. C. Which. ეს სავარჯიშო 30 ქულიანია და 10 საკითხს მოიცავს. რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის 5 საკითხისგან შედგება და 15 ქულიანია. ბონუს სავარჯიშო სიტყვათა მარტწერას ეხება. კინგსი ყველა მონაწილეს გისურვებთ წარმატებას.